ჩვენ დავბრუნდით ეთერში. რეკლამის დროს დისკუსია არანაკლებ წვავე იყო, ვიდრე პირდაპირ ეთერში, ასე რომ ჩვენ ბრუნდებით უკან მხოლოდ შეჯამებისთვის, მე მინდა რომ არჩევნების თემას შევეხოთ. ბატონო მირიან, მოდით თქვენი დავიწყოთ. არჩევნებისთვის, მის სამართლიანად ჩატარებისთვის, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის საჭიროა კანონმდებლობა, მედია და ის რომ სასამართლოც იყოს თავის ადგილზე, სულ მცირე ეს რამდენიმე კომპონენტი არის, როგორ ფიქრობთ ამ მომენტისთვის, მოცემულობა, რომელიც 2016 წლის შემოდგომის არჩევნებისთვის პოზიტიურ კონტექსტს მოგვცემდა და პროგნოზს? კეთილი, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ოპტიმალურ ფაზას უახლოვდება ეს. გეტყვით ელემენტარულ მაგალითს. ნაციონალური მოძრაობის 9 წლის განმავლობაში რომ 1% არ იყო გამომართლებელი განაჩენების, პირადად მე ერთ ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს, მაქვს 4 გამომართლებელი განაჩენი სულ რაღაც 5 თვეში. მარტივ მაგალითად, ჩემს კოლეგებს აქვთ, ჩემდენი ან უფრო მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო უბრუნდება ძალიან ესეთ ობიექტურ კონდიციას და გვეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ გქონდეს შანსები ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, რაც გამორიცხული იყო 9 წლის განმავლობაში დამონებული, გაუბედურებული სასამართლოს პირობებში. რაც შეეხება კანონმდებლობას, კანონმდებლობის თვალსაზრისით რამოდენიმე ცვლილება იყო, უბრალოდ უცხოელი ჩვენი პარტნიორების მითითებით მათი რეკომენდაციები იყო და მე ვიცი რომ ქართული მხარე ამ რეკომენდაციებს ასრულებს 100%-ით, იგივე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების ერთ-ერთი ნაწილი იყო ეს. ერთი წუთი ბატონო ბადრი, ერთი წუთი. თქვენ რო გისმენთ, მე შინ არის ვერ გამომაქვს, მე მათსა ცოტა ხანი ეგება რამე გავიგოთ. ეხლა რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მე ვფიქრობ რომ თუ შევადარებთ იმას რაც იყო ის კატასტროფა 9 წელი, ეს ჩათვალეთ რომ ნორვეგიაში ვარ და თუ ვიტყვით რომ ეს არის თუ არა იდეალური კონდიცია, რა თქმა უნდა, არა და სამუშაოა, მაგრამ იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურ გარემოში, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. დაახლოებით ვიცი ბატონი ბადრის პასუხი, მაგრამ მოусმინოთ მას. არა, კი, ობიექტური არჩევნები ჩატარდა კორცხელში. რამდენიმე ხნის უკან როგორ ჩაიყვანეს კუნთმაგარი გრომები, ყეშელაშვილები და გეგეშიძეები და მელიები, ბოკერიები. ხო, მელიები და ბოკერიები პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და ისინი არავინ არ იყვნენ. დაერივნენ ხალხს და იძახდნენ რომ პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, ჩვენი წევრები იყვნენ, მეც ყოფილიყავ, მეც გავიმეტებდი ერთ სიამოვნებდი ერთ მუშს. ხო, ერთ მუშს გაიმეტებდი, იმიტომ რომ შენც იგეთივე კრიმინალი ხარ, რაც ისინი არიან და იმიტომ ყავდა წაყვანილი ძალადობის სახალისების გარეშე დამამთავრებინე. დღევანდელი ხელისუფლება ვერ ჩაატარებს, არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს, მიიღებს რევოლუციას. სამართლიან არჩევნების ჩატარების შემთხვევაში როგორც კი გაბედავთ იქვე მოხდებით ეს არჩევნები და ესენი ვერ მოხდებიან იმაში რა ქვია ხელისუფლებაში ვერ დარჩება ქართული ოცნება და ვიღაცები შეიძლება ახლა გავიდეს მაგრამ ის რომ თქვენ იმე გააყალბებთ არჩევნებს და იმი მაგის გამო არ დატოვებთ საერთოდ თბილისში არც ერთი საბავშვო ბაღის დირექტორები და მისი მოადგილეები და ყველას ერთდღისით აღმოაჩნდა დარღვევები 18 ბაღის დირექტორი მარტო ერთ დღისით გაანთავისუფლეს. აბაკაც გახსოვთ როგორ აღადაღებდნენ გახსოვთ? რა? აი წინა საარჩევნო 2012-ში. ხონებას როგორ აფრენდნენ ხალხს? დირექტორებს და ვის სკოლის მასწავლებლებს როგორ აი ეს მუსტავი ორის აი ქონების საერთოდ როგორ უნდა ტექნოლოგიურად აი ტექნოლოგიურად როგორ დაარბია გახსოვთ? 10 წლის უკან დაკიდა ის რა ქვია ტელეკომ ტევე იბერია როგორ დაიხურა და დღეს იძახის რომ ზარი გამაკიდინეს როგორ დაიხურა როგორ ააფრია ვინ დახურა ნაციონალებმა დახურე არა მე დავხურე მე დავხურე ისევ შორს მივდივართ ისევ სხვაგან მივდივართ მადლობა ჩემი კითხვა იყო გაცილებით კონკრეტული საარჩევნო გარემო თქვენ ხართ მარტო ცინიკოსი და იმით პარტია ახლა შემოდის საარჩევნო ასპარეზზე ცინიზმით პოლიტიკაში ვერც მოხვალ და ვერც თქვენი პოზიცია ბატონო ჩემი პოზიცია თქვენ ჯერ შიშის სინდრომი და ვერ გამოსულხართ ნაციონალების დღესაც გეშინიათ ისე ჯერა რომ ქუჩაში რო გადადა ნაციონალების დანაყოფაზე თქვენს გეშინიათ და იმიტომ ასე ვარ არ მეშინია რომ მეშინოდეს არც გამოვიდოდით საბრძოლველად ეტყობა რაღაცა კადრები აქვს თქვენზე არა რაღაცა გეშინია ხო კი ბატონო დადონ ერთი მეც მაინტერესებს ერთი რა კადრები იქნება ერთ ჩემს კარგით ბატონო დავით არ მინდა ამ თემაზე მე მგონი ესეთი ძიმე თემა ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია დებატები ბატონ ბადისაჩემთან იმიტომ რომ არაადეკვატურია საერთოდ მსჯელობა და ხო თქვენთვის არის კომიკურ გარემოს გავს მაგრამ
ის რო იქნება პარტიის ის რო ადეკვატური იქნება სწორედ ამას მეჭიაური დამარხავს ნაციონალურ მოძრაობაზე სააკაშვილის და ერთი სწორი მაგნეტა ჩამოვიდეს სააკაშვილის თვითონ დღემდე გეშინიათ ძალიან ცოტა დრო დაგვჭა ბატონო მოხალხეობა ჩამოართვეს ტელეფონება დაუკატახეს დღესაც მისი შიშით ახარ არ ჩამოვიდესო ჩამოვა უნდა დავასრულოთ ჩამოვა და რეზუმესთვის დრო თუ გინდა თუ არა და გადავალ ბატონ დავითთან თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ყველაზე მთავარი ამოცანა ეს არის სამართლიან არჩევნებში გამარჯვება ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისი რომ მეორე ძალა გავხდეთ და მთავარი დამკომპლექტებელი ხელისუფლების ჩვენ ვაიზულებთ ხელისუფლებას და დასაჯოთ თქვენი ლიდერები დასაჯოთ სწორედ გიგა ბოკერია ყობასუბელიანი, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, მეორე ახალაია ჩამოსატრებია და ციხეში შესასვლელია. ჩვენ ვაიზულებთ ხელისუფლებას. მათ შორის პროკურორები და მოსამართლეები გამართლებიან. ყველა დევნილი. ბატონ დავით. პოლიტიკოსები მათ შორის დათახალაიებს კოდუაც და სკოლიდას ამომრჩევლებს ვანდო და მე განახეთ როგორი შედეგი იქნება და ნაციონალურ მოძრაობაში შედეგი იქნება. თქვენ თვითონ აღიარეთ რომ უნიატოები ვიყავით და უნაროებიო და მეტი რაღა გინდა თქვენი პირით არაფერი გამიგეთებიაო ყველა პარტიისთვის გაყენებთ თუ არა თანაბარ პირობებში არაფერს ბუნებრივი არის რთული სიტუაცია მაგრამ ეს არის ის რაც არის ამიტომ ხა ლაპარაკი იმაზე არ არის კარგი ფაქტია რომ მედიის მიმართ რუსთავის მიმართ რაც ხდება არ არის ხა მაინც ლამაზი რბილად რო თქვა ის რომ სასამართლოს მიმართ დობა არ არის და ხა რომ მიიტან სასამართლოში რამეს იქ პატიოსნად განიხილება არ არის ეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების პრობლემა არის ქვეყანაში დღეს არის კი გარკვეულწილად არის აი რა პრობლემა არსებობს შეიძლება მე მგონია რომ არის უფრო მეტი თავისუფლება ვიდრე იყო მაგალითად წინა ის მე უბრალოდ ტელევიზორს როგორ მეტი თავისუფლება მედიაში ვიდრე იყო იმიტომ რომ იმ მედიაში სასამართლოში მედიაში სასამართლოში გაამ შეხება სასამართლოსთან საერთოდ ხო მე მაგ ზოგადად შეხება იმ ფაქტებიდან გამომდინარე რომელიც არის გიორ რუსთავიორთან დაკავშირებით და ფაქტია რომ ზოგადი სურათი თუ იცის სასამართლოს მიმართებით სტატისტიკურად როგორ არის გამოსული სრულად გეთანხმებით ნამდვილად ვიცი სტატისტიკა ეს არის გაუმჯობესდა რას ქვია 1% იყო გამომართლებელი და არის რას ქვია გაუმჯობესდა სტატისტიკურად აი გამომართლებელი ამდენი იყო და გამომართლებელი ამდენი ის ოდესაც იმდენი იყო გამომართლების გამომტყუნებელი ეს იწვევდა ეჭვს ბუნებრივია იმიტომ როგორ შეიძლება ასეთი სტატისტიკა არ ბუნებრივი სტატისტიკა ეს ფაქტია ჩვენ ფაქტიკოს არანაირი ჩვენ ისევ კლავარი ეჭვები პროკურატურის მიმართ არ არსებობდა არა ნაკლები დაუნდობი სასამართლოს არ უნდობი მე ხო ნაკლები ეჭვები შედარებით და პრინციპად არაფერი არ შეშედარებით შედარებით რას ნიშნავს? ან არსებობს დემოკრატია, ან დემოკრატიასა და დემოკრატიზაციას შორის განსხვავება კანონსა და კანალიზაციას შორის. ეხლა ჩვენ გვაქვს აი ეს პრინციპი გვაქვს რა. არა, დაახდებით. ახალდებოდებს ვერ გავხდით და ჩვენ გასაგებია. უკაცრავა და ფაქტია რომ თუ არ მოხდა კარდინალური ცვლილებები იგივე სასამართლოს მექანიზმების დაკომპლექტების თუ არ მოხდა კარდინალური ცვლილებები პროკურატურის დაკომპლექტების არც ერთი პარტია არა ვერ ხედავ იმიტომ მექანიზმები არის იგივე საფრთხე თუ არა გამოუძებელი საქმეები შეეწევა და კრიტიზირებულია როგორც დაუჯელი თქვენ რომ თუ ჟურნალისტები გამოუძებელია თქვენი სახე კარგად ვიცით ახლა უკაცრავა და თქვენც ვიცით კარგად ვინც ახლა მეჭერებს ის 4 წელი ხარ ხელისუფლებაში კიდე ვიღაცებს ეუბნებით ჟურნალისტების საქმე რატომ არ არის გამოძიებული რატომ არ არის როგორც კი მოვალ საქმე გამოვიძიეთ რატომ არ არის საქმე უფლებაში მოსვლა უნდა როგორც კი მოვალ გამოვიძიეთ ერთი იგივე საბა თქვენ ხართ ერთ იგივე იმაში ხართ თქო ერთმანეთს არ ხართ ერთ იგივე არა თქვენ ხართ ერთ იგივე ცხოვრობდით ხართ რომელსაც ქართული ოცნება და მისი სატელიტები რომელსაც ნაციონალური ჩვენ დავასრულეთ ეთერი უკვე ძალიან ძალიან მოუწევდა. ხან ის მოგაწვით ფაქტი თქვენი წელი პოლიტიკაში რომელი ტალანტით მოხდით იმიტალანტით მე შემიძლია პრობლემები ვაქვს რომელი ტალანტით მოხდით უკრაინაში თქვენ 4 წელი ხელისუფლებაში ხართ ჩემი ტალანტით მოხდი კონკურსით მოხდი და უკრაინა ვინ პრეზიდენტმა ჩაატარა კონკურსი? ადმინისტრაცია რეკომენდაცია საერთაშორისო ექსპერტები. სააკაშვილი? არა, საერთაშორისო ექსპერტები არა სააკაშვილი. მადლობა ბატონ დავით. და კიდევ პრობლემა რა გასცით თქვენი პრობლემა. ორივეს პრობლემა. ნაციონალურ მოძრაობის ასევე თქვენი ქართული ოცნების. აი ეს გადაწყობთ არა თქვენ და პრობლემები. მადლობა დავით გიძირის. მადლობა უნდა დავასრულოთ. რომელიც ეხმარება ახლა დავასრულოთ. ვაშაძე მადლობა. ვაშაძე
აბა თქვენს კერ გადახდეთ. როდის დატოვა ნაციონალ მოძრაობა? მე ხელისუფლების პირობებში დავტოვე ქართული. უკაცრავ დაქტორზე ოპოზიციის პირობებში გაიქეცით ახალი სარგებლობა. მაგრამ აპანჩურეს უბრალოდ. არ გასუხებით. თქვენ პასუხობია. ერთი კითხვა. ზუსტად ერთი წამი. აი უკრაინაში ეგეთი რჩევები მიეცით. სამი ახალგაზრდა დაიჭირეს 3 თვე ციხეში ყავდათ ლორდ ქიფანიძის იჯაკის გარღვევისთვის. ეხლა ამას რატო გაძლევთ შეკითხვას? ესე ამ ახალგაზრდებს პროკურატურა ისე წაუყენა ისა და ისე უნდა ეს იმ დროს, როდესაც ორცხელში არ დაიჭირეს ბლოკერი, არ დაიჭირეს მელია, არ დაიჭირეს გუნავა. იმიტომ რომ მელიამ პროვოკაცია განახორციელა და რა პროვოკაცია იმას აქნა. პროვოკაცია რომ დაელახა. კარგი იმას რა ქვია? კარგი, ჩვენ დავასრულეთ. იმას დავასრულეთ. სოფიო ჩემპიონები. ვისი იყო და იმას გეგეშიძეს ეჭირა. ვისი იყო ის ჯოხი? ვისი იყო გეგეშიძე იმას აი ესეთი სიმართლე აი ვერასოდეს ვერაფერს ვერ მიაღწევდა. იმიტომ იმაში რა ქვია პარტიაში. პარტიაში ხარ. მადლობა დიდი. ყველა მონაცემებით ნაციონალური მოძრაობა დავით კიზილი ახალი საქართველოს მერიანის ძალაზე ადვოკატი იყვნენ სტუდიაში უმრად მადლობა და მადლობა აუდიტორიას თუ გაგვიძლო ბუნებრივია ნახვამდის